ჩვენი ცხოვრება მოკლე ფილმია. აქტიური მოქალაქეობა კი მის ერთ სიუჟეტშია მოქცეული. როგორ ეთანხმება ყველაფერი ყველაფერს. ფოთოლი ხე, მინდორი მიწა, ჩვენი ფიქრები კი თქვენი. მოქალაქეობა არ არის მხოლოდ რა, ის არის აგრეთვე როგორ. თავარი არ არის ის, რას ფიქრობ შენ, თავარი ისაა, თუ როგორ მიაღწევ მას. ჩვენ უნდა ვიფიქროთ სხვათა ნაფიქრზე და ამით სრულხმნათ ჩვენი ფიქრი და ცხოვრება მიზნებისაკენ. ადამიანი მოაზროვნე არსებაა, ის კოსმოსის შვილია, მოწოდებულია იმისთვის, რომ აღიქვას და შეიცნოს ყველაფერი, რაც ამ კოსმოსის გამოვლინებაა. ჩვენ შეგვიძლია დიდი ხანი ვამტკიცოთ, რა დიდი დამოკიდებულების წინაშე ვდგავართ, როცა ვცდილობთ საკუთარ თავს დავეხმაროთ იმის გაცნობიერებაში, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პირველი საფეხური აქტიური მოქალაქეობისათვის. მრავალფეროვანია ეს ყველაფერი და უფრო მრავალფეროვანი მისი კარგად შესწავლა. ცოდნა უძლეველი ფარია არსებობისათვის, ბასრი მახვილი მოგერიებისათვის. საუკუნო საგზალი, რომელიც მუდამ ეცნობს ჩვენში, როგორც შედარდანი ცხოვრების აზრისათვის, მიზნებისათვის და მათი განხორციელებისათვის. არა, მან სულ სხვა აქტიური მოქალაქეობა მოქალაქეობასთან შედარებით. მოქალაქეობა ეს არ ნიშნავს იყო ჩართული აქტიურ საზოგადოებრივ მსვლელობაში. ეს ნიშნავს ცხოვრობდე, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი. აქტიური მოქალაქეობა კი ეს ნიშნავს იყო მუდმივად ჩართული აქტიურ საზოგადოებრივ საქმეებში. დამარცხების კვამლსა და გამარჯვების ცეცხლს შორის დახვეული შრომის ქარბუქს ბევრი აუხსნელი აზრი აქვს. ამაზე საუბარი გაუთავებლად შეიძლება. შეიძლება ისიც ითქვას, რომ ძნელია ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეობა, თუმცა აუცილებელი. უბრალოდ წარმოვიდგინოთ, რა მოხდება სახელმწიფოში ან თუნდაც საზოგადოებაში მოქალაქეებს, რომ არ ჰქონოდათ უფლებები, არამედ მხოლოდ მოვალეობები. ეს გამოიწვევდა ქვეყანაში ერთგვარ ქაოსს, რომელიც შეიძლება დაპირისპირებაში გადაზრდილიყო. დღეს ჩვენ ვდგავართ იმ დიდი სიამაყით, რათა გითხრათ, თუ რა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამოქალაქო განათლებამ ცოდნის გაღრმავებაში, რაოდენ სამართლიანი და პასუხისმგებლები ვართ კანონის წინაშე. თუ როგორ ვიცავთ მოქალაქეთა უფლებებს. ალბათ ეს მაღალფარდოვანი სიტყვები, გაფორმებული თითოეული ასო, სასიამოვნო მოსასმენი იყო, მაგრამ გრძნობას, რომელსაც ერთი ამოსუნთქვის ვიტყვით, ყველა თქვენგანს მიწვდება. ჩვენ ვემზადებით აქტიური მოქალაქეობისათვის და ამისათვის სტიმული გვჭირდება. შევძელით მივახლოვებულიყავით აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებასთან, გადაგვეარა ჩატეხილი ხიდით კი და საბოლოოდ ავსულიყავით განათლების საფეხურზე.